იცით, ისტორია სავსეა ისეთი მომენტებით, რომლებიც ერთი შეხედვით შეიძლება უმნიშვნელო ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში მთელ სამყაროს ცulis. Აი ერთ-ერთი ასეთი გადამწყვეტი მომენტი სწორედ კავკასიაში მოხდა, როცა ერთმა რომაელმა გენერალმა რეგიონის ბედი ფაქტობრივად თავიდან დაწერა. საინტერესოა როგორ მოხდა ეს ყველაფერი. მოდით ერთად გავერკვეთ. ჩვენი მთავარი კითხვა, რომელსაც დღეს პასუხი უნდა გავცეთ, საკმაოდ მარტივია. რა უნდა რომის უძლებელ ლეგიონებს ასე შორს, კავკასიის მთებში, ძველ კოლხეთსა და იბერიაში? რა მიზანი ჰქონდათ? რისთვის გამოიარეს ამ ხელა გზა? ამ კითხვაზე პასუხი, მეგობრებო, ერთ დიდ გეოპოლიტიკურ ჭადრაკის პარტიაში იმალება. მოდით დაფას კარგად დავხედოთ და ვნახოთ, ვინ იყვნენ მთავარი მოთამაშეები ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეში. ყველაფერი ჩვენს მთავარ ამდამდე ცოტახნით ადრე იწყება. მაგნეზიის ბრძოლაში რომმა უძლიერესი სელევკიდების იმპერია დაამარცხა. ამით ყველას ნათლად დაანახა, რომ აღმოსავლეთში ახალი სუპერძალა გამოჩნდა. ამ გამარჯვებამ რეგიონში ძალაუფლების ვაკუუმი შექმნა და ბუნებრივია, ამ ვაკუუმის შევსების მსურველი ბევრი ამბიციური მმართველი გამოჩნდებოდა. ხო და სცენაზე ორი მთავარი მოთამაშე გვაქვს. ერთ მხარეს არის რომის რესპუბლიკა, რომელსაც გაფართოების დაუოკებელი წყურვილი აქვს. მეორე მხარეს კი პონტოს სამეფო, რომელსაც სათავეში უდგას უზომოდ ამბიციური მეფე მითრიდატე მეექვსე, რომელიც ფაქტობრივად ახალ ალექსანდრე მაკედონელობაზე ოცნებობს. ცხადი იყო, რომ ამ ორი გიგანტის შეჯახება უბრალოდ დროის საკითხი გახლათ. დაი, ამ ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდნენ ქართული სამეფოები. კოლხეთი და იბერია თავიანთი სტრატეგიული მდებარეობის გამო უნებურად ამ გიგანტების ბრძოვის ველის ეპიცენტრში მოექცნენ. რეალურად შანსიც არ ჰქონდათ, რომ ამ კონფლიქტისთვის თავი აერიდებინათ. ვითარება უკვე სხვრამდე იყო დაძაბული. მოდით ახლა ვნახოთ კონკრეტულად რა გახდა ის ნაპერწკალი, რომელმაც 10 წლეულების განმავლობაში მიმდინარე წარმოუდგენლად სისხლისღვრელი მითრიდატული ომები წამოიწყო. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ეს არ იყო ერთი ბრძოლა, არა. საუბარია სამი უზარმაზარი ომის მთელ სერიაზე, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში გაგრძელდა და რომელმაც საბოლოო ჯამში მთლიანად შეცვალა ძველი სამყაროს პოლიტიკური რუკა. მოვლენები საკმაოდ სწრაფად განვითარდა. ყველაფერი მაგნეზიის ბრძოლით დაიწყო, შემდეგ თახტზე ავიდა მითრიდატე, მალევე დაიწყო პირველი დიდი ომი და აი 10 წლეულების შემდეგ, ძულწელს 66 წელს, სცენაზე ჩნდება ადამიანი, რომელმაც ამ კონფლიქტს წერტილი უნდა დაუსვას. გნეუს პომპეუს მაგნუსი, ანუ როგორც მას ვიცნობთ, პომპეუს დიდი. არსებითად რა მოხდა? რომი შეუჩერებლად მიიწევდა აღმოსავლეთით და პირდაპირ შეეჭრა მითრიდატეს გავლენის სფეროებში. მითრიდატე, რა თქმა უნდა, არ იყო ის კაცი, ვინც ამას შეეგუებოდა. მან გამოწვევა მიიღო, მოკავშირეები შემოიკრიბლა და ფაქტობრივად მთელი რეგიონი ერთ გიგანტურ ომში ჩაითრია. და რა თქმა უნდა, როცა ეს ორი იმპერია ერთმანეთს ეჯახება, კოლხეთი და ქართლი პირდაპირ დარტყმის ქვეშ ექცევიან. მოდით უფრო დეტალურად ვნახოთ, კონკრეტულად რა როლი ითამაშეს მათ ამ გიგანტურ კონფლიქტში. ანუ, სანამ რომაელები საერთოდ გამოჩნდებოდნენ კავკასიაში, მითრიდატეს უკვე მოესწრო აქ თავისი გავლენის დამყარება. კოლხეთიცა და იბერიაც ამა თუ იმ ფორმით მისი მოკავშირეები და ვასალები გახდნენ. და ეს რაც ნიშნავდა? იმას, რომ რომის თვალში ისინი ავტომატურად ტრის მხარეს იდგნენ. და აი, აქ მივადგეთ ჩვენი ისტორიის კულმინაციას. პომპეუსი თავის ლეგენდარულ ლეგიონებთან ერთად პირდაპირ კავკასიისკენ მოდის. მაგრამ აქ ერთი ძალიან საინტერესო კითხვა ჩდება. მითრიდატე ხომ ფაქტობრივად უკვე დამარცხებული იყო ანატოლიაში. ომი მოგებული ჩანდა. აბა რაღა უნდა და პომპეუს კავკასიის სიღრმეში? რატომ შემოიყვანა არმია კიდევ უფრო შორს? პასუხი აქ ცოტა რთულია. კი, რა თქმა უნდა, ის მისდევდა გაქცეულ მითრიდატეს. კი, მას უნდოდა მისი მოკავშირეების, მათ შორის იბერიის მეფის დასჯა. მაგრამ იყო რაღაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანი. პომპეუსი აქ უბრალოდ ერთ კაცს კი არ სდევნიდა. ის რომის იმპერიის ახალ მღარ საზღვარს ავლებდა და ეს საზღვარი სწორედ კავკასიაზე გადიოდა. მოკლედ, პომპეუსმა თავისას მიაღწია, მაგრამ რა დაუტოვა მისმა ლაშქრობამ კავკასიას? რა იყო ამ ყველაფრის საბოლოო შედეგი? აი, გრძელვადიან პერსპექტივაში. დაცვლილებები მეწმუნეთ დრამატული იყო. შეხედეთ, კოლხეთი, რომელიც ადრე პონტოს ნაწილი იყო, პირდაპირ რომის პროვინცია ხდება. იბერია, მას ვითომ საპატიო ტიტულს ანიჭებენ რომაელი ხალხის მეგობარი და მოკავშირე. მაგრამ მოდი ვიყოთ გულწრფელები, ეს უბრალოდ ლამაზად შეფუთული ვასალური დამოკიდებულება იყო. და აი, ეს არის სწორედ მთავარი. ეს არ იყო რაღაც ერთჯერადი შემოსევა. არა, ეს იყო რეგიონის გეოპოლიტიკური რუკის სრული, ფუნდამენტური გადახაზვა. ამ მომენტიდან კავკასია საუკუნეების განმავლობაში რომის გავლენის ორბიტაზე აღმოჩნდა. ერთი სიტყვით, პომპეუსის შემოსვლამ რეგიონში ყველაფერი შეცვალა. ეს იყო ახალი ეპოქის დასაწყისი. ძალთა ბალანსი სამუდამოდ შეიცვალა და კავკასიის მომავალი ვექტორიც დიდწილად სწორედ მაშინ განისაზღვრა. და ბოლოს მინდა რომ ერთ კითხვაზე დაფიქრდეთ.
საბოლოო ჯამში ვინ იყო რომი კავკასიისთვის? უბრალოდ დაუნდობელი დამპყრობელი, რომელმაც ძალით დაიმორჩილა ეს მიწა, თუ იქნებ ერთგვარი მაორგანიზებელი ძალა, რომელმაც რეგიონს სულ სხვა ახალი წესრიგი მოუტანა? პასუხი ალბათ არც ისე მარტივია.